მუშაობას აფხაზეთის ომიდან 21 წლის თავზე დილიდან ხალხმრავლობა იყო გმირთა მემორიალთან დილიდან ადგილზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პირველები კი მემორიალთან დღეს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების დედები მივიდნენ შეშრების ხსოვნის პატივსაცემად ფასის ხსოვნა დაუბრითორე აღარც აფხაზეთი იქნება მტრობით და შურით აღარც საქართველო აღარც თბილისი და არც მათ შორის მაცხოვრებელი ყველა სხვა ერი შერიგების ყემინდა რომ ამ ჩვენ გულის ტკივილს დედის გრძნობა უფრო კარგად გამიგეს ვერ ამოშლის ვერავინ ისევ შერიგება ისევ სიყვარული ისევ თანადგომა ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ტერიტორიები მარტო კი არ დავიბრუნოთ არამედ დავიბრუნოთ იმ ხალხის გული, ვინც ემბურგაღმა დარჩა და ვინც 14 აგვისტოს 1992 წლის უკან დავტოვეთ. მათგან ეს გული მოსაძებნია, ეს გზა მოსაძებნია, ამისათვის არის საჭირო ხელშეუხებელი მუშაობა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე უახლოეს ისტორიაში, საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ჩვენ გვინდა პატივი მოვაგოთ ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შეეწირა ამ ძმათანმკვლელობას. ძალიან ძიმე გასახსენებელია, განსაკუთრებით როცა აქ მოდიხარ, ის ბიჭები უმეტესობა ჩვენი ახლობლები იყვნენ, ჩვენი ნაცნობები იყვნენ, ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ. ჩვენი ვალია ვიყოთ აქ. ჩვენი ვალია გავხსნათ ის ბიჭები, რომლებიც შეეწინენ თავის ქვეყნის თლიანობას და საქართველოს გაძლიერებას. ეს არ იყო აფხაზეთ და ქართულ-აფხაზური ომი კი არ იყო, არამედ ეს იყო რუსულ-ქართული ომი, რომელსაც შეეწირა მრავალი ათასი ადამიანი.